მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიწყებ ზემო იმერეთის ტურს, ვიმყოფებით ჭიათურაში. წინ ბევრი ძალიან კარგი და საინტერესო ძეგლი გველოდება. მოკლედ, მოდი ერთად დავტკბეთ ზემო იმერეთის საგანძურებით. მოვედით მეგობრებო, რგანის წმინდა გიორგის ტაძრის ტერიტორიაზე, რომელიც მე-11 საუკუნეებში იქნა აგებული. ტაძრის წარწერაში მოხსენებულია სოფელი ნავარძეთის მოსახლეობა, რომელმაც აღნიშნული ტაძარი ააგო, ასევე მოხსენებულია ერისთავი აბუნასრი. აბუნასრის წარწერიანი ქვა დღეს ინახება ქუთაისის მუზეუმში, ხოლო სოფლის შესახებ წარწერიანი ქვა ტაძარზე თან არის ჩაშენებული. რგანის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია. ის ნაგებია შირიმის თლილი ქვით. დასავლეთიდან და სამხრეთიდან შესასვლელები აქვს. ეკლესიას ჰქონდა მინაშენები. რესტავრაციის შემდეგ მინაშენის კვალი გამქრალია. ტაძარი არ ყოფილა მოხატული. ვალერი სილოგავას მიხედვით ტაძარს რამდენიმე წარწერა ჰქონდა. პირველი, რომელიც დღესაც არის ტაძარზე, ესაა სააღმშენებლო წარწერა, რომელიც ასე იკითხება: სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმინდისა გაბრიელისაითა, რომელმა ნავარძეთმა ააგო, ტაძარი ესე ღმრთისაი. ქრისტე, შეიწყალე სოფელი, აქა ხორციელად, ნუნ სულიერად. მეორე ფილა, რომელიც დღეს მუზეუმშია გადატანილი, ასე იკითხება: ქრისტე, შეიწყალე აბუნასრ ერისთავი და შვილნი მისნი და ყოველიერი მისი. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა თარიღდება მე-11 საუკუნის პირველი ნახევრით. სხვა ცნობა ერისთავ აბუნასრის შესახებ არ გვაქვს. რგანიდან დავიძარით ქალაქ ჭიათურისკენ, გადავწყვიტეთ ქალაქისთვის ზეთხედით დაგვეხედა. ამისთვის რამდენიმე წლის წინ რესტავრირებული საბაგირო გამოვიყენეთ, რომელიც გახლავთ სრულიად უფასო და ადის საშევარდნოს კლდეზე. მოგზანდით. დავქოქოთ. ავაგიო. გამოვაღოთ ილუმინატორი. გავიხედოთ. ქალაქის ხედებზე კიდევ დიდხანს გავჩერდებოდი, თუმცა გიორგის ხინკალი ჰქონდა შეკვეთილი და ნაჩქარევად მოგვიწია წამოსვლა. კამეს გადაიღებო რამე? ვარ დაცომდეს მაინც შუაგულიდან წავა. საბაგირომ დაგვაგვიანა. სადილის შემდეგ გავეშურეთ პერევისისკენ. მოვედით მეგობრებო სოფელ პერევისაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც დგას ორი ტაძარი, ერთი რომელიც ჩემს უკან დგას არის მე-19 საუკუნის, ხოლო ჩემს წინ მყოფი არის მე-11 საუკუნეების დაახლოებით. როგორც ინტერნეტში წერია, მე-9 საუკუნეშია პირველი დონე საძირკვლის დონე, ხოლო შემდგომში მე-11-13 საუკუნეებში ტაძარი მოუხატავთ, რომლის ფრაგმენტები დღესაც არის შემორჩენილი. შევიდეთ ტაძარში და უკეთ დაგათვალიერებინებთ. შევატრიალებ კამერას. ტაძარი დაახლოებით მე-11 საუკუნის არის, უფრო მეტად თავისი სტილიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც ამბობენ სპეციალისტები, მე-9-ში აიგო თავდაპირველად. ტაძარი რამდენჯერმე არის რესტავრირებული. საკურთხეველშია შემორჩენილი ფრესკები, ახლა ვანათებ თორე ისე ძალიან ბნელა დღეს და ცუდად გამოირჩევა. თავარი მაინც
ჩემთვის მთავარი და განსხვავებული არის სავარაუდოდ საეროპირის 60 და აი მივანათებ ხედავთ 60 წვერს მამაკაცისას სამწუხაროდ დანარჩენი ფრესკები დღეს აღარ გვაქვს მთლიანი ტაძარი იქნებოდა სავარაუდოდ თავის დროზე მოხატული თუმცა დღეს ცუდ დღეშია აი მივანათებ სამთრის დღეა, ცივი დღეა და საკმაოდ ბნელა ტაძარში. საფხულის დღეს სავარაუდოდ უკეთესი განათება იქნება. აი, ჩამოუწევდა. პერევისის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, მას რამდენიმე მხრიდან მინაშენი ჰქონდა. საკურთხეველში წმინდა ტრაპეზი დგას, რომლის კედლებშიც დატანებულია მე-11 საუკუნის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები. დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომელიც შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთი დეკორატიული ელემენტები დასავლეთისა და სამხრეთის სარკმლების საპირეებია. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის თლილი ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის ნაშთები. პირველი ფენა მე-13-მე-14 საუკუნეებით თარიღდება, მეორე კი მე-15-მე-16 საუკუნეებით. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და კულტურის დაცვის სამმართველოს არქივში დაცული ყოფილა პერევისის ეკლესიის წარწერიანი ხუროთმოძღვრული დეტალის ფოტონეგატივი. წარწერა თარიღდება მე-12-მე-13 საუკუნეებით და შემდეგნაირად იკითხება: წმინდა გიორგი, შეიწყალი ზვიად და ფოტონეგატივისა და არქიტექტურული დეტალის ამჟამინდელი მდებარეობა უცნობია. ტაძრის საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მეორე რეგისტრში კი გამოსახულია მღვდელმთავართა რიგი. დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრი საეროპირთა გამოსახულებებს ეთმობა, რომელსაც ახლავს წარწერები, თუმცა ის იმდენად დაზიანებულია, რომ ამოკითხვის შემდგომ წარწერის შინაარსის აღდგენა რთულია. აღსანიშნავია ის, რომ გვიანდელი ტაძრის ქტიტორის მხარზე სავარაუდოდ იკითხება სახელი ვაჩე. პერევისის წმინდა გიორგის ეკლესიის ფრესკებს მართალია არ აწვიმს, თუმცა ისინი დღეს განადგურების პირასაა. ჩვენ საკურთხეველში ვნახეთ საღებავიანი ნალესობის ფრაგმენტები, რომლებიც იატაკზე ეყარა. კედელს შორდება საკურთხევლის ფრესკებიც, რაც ფოტოებში უკეთ ჩანს. განადგურების პირასაა გვიანდელი ქტიტორის ფრესკაც, რომლის სახეც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღვადგინე. პერევიდან გადმოვინაცვლეთ სოფელ მერევში, რომელიც აქვე მდებარეობს. სასაფლაოს ტერიტორიაზე არის მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელსაც შემდგომ გვიან პერიოდში მიაშენეს დამატებით დასავლეთ ნაგებობა, ეგრეთ წოდებული ნართექსი. გამორჩეული ამ ტაძარს აქვს სარკმლები, სარკმლის დეკორი, ასევე არის გამოსახული წმინდა ევსტატის ნადირობის სცენა. შევატრიალებ კამერას და ერთად ვნახოთ. აი. მე ვიციოთ უფრო ახლოს. აი. მერევის წმინდა გიორგის ეკლესია მისი არქიტექტურული სტილიდან გამომდინარე აგებული უნდა იყოს მე-11 საუკუნეში. ტაძარი ძლიერ დაზიანებული იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა აღდგენილი. რესტავრაციის კვალი გაცილებით შესამჩნევია ტაძრის ინტერიერში, თუმცა სხვა აღდგენილ ტაძრებთან მიმართებით მისი ინტერიერი მაქსიმალურად მიახლოებულია შუა საუკუნეების ვიზუალს. ჩემი აზრით, მისი აღმოსავლეთის სარკმლის მაღალი დონის ჩუქურთმებიდან და სამხრეთი პორტალის დახვეწილი დეტალებიდან გამომდინარე, მას სხვა ჩუქურთმა დეტალებიც უნდა ჰქონოდა, თუმცა განვლილმა საუკუნეებმა ისინი აღარ შემოგვინახა. მოვედით მეგობრებო სოფელ წასრში. დღეს ასე ვთქვათ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების დღე გვაქვს, იმიტომ რომ რაც კი ვნახეთ
ყველა გახლდათ წმინდა გიორგის სახელობის. წარსულში ჩვენ მოვედით მე-19 საუკუნის ტაძრის ტერიტორიაზე და განსხვავებული დანარჩენებისგან რაც ვნახეთ არის ის, რომ ეს ეკლესია გახლავთ ხის. იმერეთში, დასავლეთ საქართველოში ზოგადად პოპულარული იყო როგორც ასეთი ხის ეკლესიები, რადგან საშენი მასალა იაფი იყო, ხელოსნები იაფი იყო და ბევრგან იყო. თუმცა მე-20 საუკუნეში საბჭოთა პერიოდში ზოგი დაშალეს, ზოგი დაიწვა, ზოგი ჩამოინგრა, იმიტომ რომ ხის იყო. თუმცა წარსულში ხის ეკლესია გადარჩა. ეს ზოგადად მეორე ეკლესია ხის, რომელიც ვნახე, ადრე მაქვს საჩხერეში ეთოს ხის ეკლესია ნანახი, ისიც საკმაოდ ლამაზი და განსხვავებული. შევატრიალებ კამერას და დაგავთვალიერებინებთ. ტაძარი არის გადახურვა რესტავრირებული. როგორც ხედავთ, მივიწევი და ვნახოთ აბა თუ იქნება ტაძარი ღია. როგორც ჩანს, ტაძრის გარშემო გზა მოყვანილია, ქვის ბილიკი მოდის. აგერ ხის სამრეკლოც, რომელიც გადაქცეულია, ჩამონგრევის პირას არის. კარებზე დეკორი. ღია არის ტაძარი, შევიდეთ. როგორც ეტყობა, კანკელიც განახლებულია, თუმცა დანარჩენი, რასაც ვაკვირდები, არის ძველი მე-19 საუკუნის. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ სადმე არის ხის ეკლესია და როდესაც ვიმოგზაურებ თქვენს მხარეში, გადავიღებ მასაც აუცილებლად. წარსულის წმინდა გიორგის ეკლესია აგებული უნდა იყოს მე-19 საუკუნეში, თუმცა ტაძარზე გამოკრული აბრის მიხედვით ის მე-17 საუკუნეშია აგებული და მე-20 საუკუნის ბოლოს აღდგენილი, რაც ვფიქრობ ნაკლებ სავარაუდოა. ტაძრის სახურავიდან ჩამოსული თოვლის დარტყმის ძალის მიერ დაზიანებულია და გადახრილია ხის სამრეკლო. სხვადასხვა ჟღერადობა აქვს. წარსულიდან გავემართეთ გიოს კოტეჯებისკენ, რომელიც მდებარეობს გამორჩეულ ადგილზე და გასცქერის კაცხის სვეტს. მოვედით გიოსთან. პროსორად გუშინ მოვედით, თუმცა ძალიან ბნელოდა და არ გადავიღე. ეს არის გიოს კოტეჯები, შეგიძლიათ ნახოთ ინსტაგრამზე, კარიანი კლდე. ახლა ჩვენს წინ უნდა იყოს კაცხის სვეტი, თუმცა ნისლშია ჩაძირული, ამიტომ ვერ ხედავთ. ეს კი იყო ჩემი კოტეჯი. ზაფხულზე არის განსაკუთრებით ლამაზი. ეკავრობა. სუფთა მოწესრიგებული. გვაქვს ხედი უკან. სუფთა წერტილი, მაცივარი, სულ ყველაფერი გვაქვს. აქ როდესაც ნისლი არ არის, რომ გამოხვალთ დილით და ინახავთ კაცხის სვეტს.
ახლა მივდივართ უნდა დავხვდეთ გიორგის ზესტაფონში. შეიძლება გიორგის ცდა მოუწიოს წვიმაში. ჭიათურიდან ჩავედით ზესტაფონში და უკან ამოვბრუნდით. გზად გაგვითოვდა და ჩვენც კაცხის სვეტს მივაშურეთ. მოვედით ჭიათურის ხარეთწოდნების მუზეუმში, სადაც უამრავი ექსპონატია გამოფენილი. პირველს გაჩვენებთ 10 წლის, დაახლოებით 10 წლის მოზარდის ბავშვის ჩონჩხს, რომელიც 10,000 წლის წინ სავარაუდოდ მღვიმეში დაცემის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ახლა ამ ძვლების ნაწილი უცხოეთშია წაღებული შემდგომი კვლევების მიზნით. აქ არის სხვადასხვა ნიმუშები გამოფენილი, მათ შორის არის გაქვეყნებული ნიჟარები და სხვადასხვა ექსპონატები. ნიჟარა. ეს ბრინჯაოს ნაკეთობები, რომლებიც ყველა არიან ჭიათურის ტერიტორიაზე აღმოჩენილი. სამაჯურებით მესამაგრები, საყურის დეტალები, აქეთ კერამიკა, ესეც ბრინჯაოს ხვლები, სატევრები, შუბისპირები, დაბლაკი, კოლხური ცულები. კერამიკა, ეს ფოტომეცნო, ეს მეცნო ფოტოდან ვიცი, აქაც მოჭიქული კერამიკაა. წინარე ანტიკური პერიოდი გახლავთ? ეს არის ითხვისის ნაქალაქარის საგანძური, ასე ვთქვათ, აღმოჩენილი. აქ ნუმიზმატიკაა გამოფენილი. მოვდივართ, ეს ბონი იქნება სავარაუდოდ დემოკრატიული რესპუბლიკის შეიძლება იყოს. ეს არის ხო 1918-21 წლების ფული. ხატები. საეკლესიო ნივთები. წყლის გაყვანილობის მილები, აქეთ კი ანტეფიქსი, რომელიც იყო კრამიტის დაბოლოება, კრამიტის გვერდი და ხედავთ, ძირითადად ტაძრები იყო გადახურული, მსგავსი დეკორირებული კრამიტებით. აი თუ დააკვირდებით, ხუჯრიანი დროშის პროტოტიპია წინ გამოსახული, რადგან აი 4 წერტილი აქვს ჯვარს გარშემო. ქვევრები კაცხის სვეტიდან. ესეც წარწერიანი ქვები, რომლებიც გადმოტანილია მუზეუმში მათი დაცვის მიზნით. სანამ ჩვენ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოვიარეთ, ამინდი მცირედით გაუმჯობესდა. საჩხერეში მცირე შესვენების შემდეგ კი სავანისკენ გავემართეთ.
სავანის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია სტილისტური ნიშნებიდან გამომდინარე აგებული უნდა იყოს მე-11 საუკუნეებში. ის წარმოადგენს მცირე ზომის, თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ეკლესიას. ინტერიერში ცენტრალურ ნაწილს გუმბათქვეშა სივრცე წარმოადგენს, რომელიც 4 მხარეზე თაღებითაა გახსნილი და აღმოსავლეთით საკურთხეველს უკავშირდება. საკურთხეველში და ჩრდილო მკლავში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები. ქვის იატაკიც მხოლოდ საკურთხეველშია შემორჩენილი. ფასადებზე საპირეებად თლილი, სწორკუთხა ქვის ფილებია გამოყენებული. წყობა ძირითადად თარაზულია. მკლავების ზედა ნაწილები და გუმბათის ყელი ყორექვითაა ამოყვანილი. ტაძარი გვიან შუა საუკუნეებში უნდა იყოს აღდგენილი. შემდგომ კვლავ დაზიანებულ ტაძარზე ბოლო პერიოდში ჩატარებული იქნა სარესტავრაციო სამუშაოები. ჩვენისთან გიჟების გარდა არც არავინ მოვიდოდა. მოვედით მეგობრებო სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე. აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო არის აქვე, სადაც ძიძის ოდა სახლი მდებარეობს. წინ კი მე-11 საუკუნის ულამაზესი ტაძარია, რომელსაც აქვს ძალიან გამორჩეული ჩუქურთმები და დეტალები, რომელიც ადრე გამოქვეყნებული მაქვს Facebook-ზე ალბომების სახით დეტალურად. და მოდი ვიდეო კადრითაც მივალ და უფრო ახლოს განახებთ სავანის წმინდა გიორგის. დღეს ცოტა გაგვითოვდა, გიორგიც ავიყვანეთ ზესტაფონში და ამოbrundit უკან. ზოგიერთ ტაძარზე ასეთი ვიდეო ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლია და ფეხი სველდება. სავანის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია მე-11 საუკუნეში. ის თარიღდება 1046 წლით. სავანის ეკლესია ხასიათდება მშენებლობის ტექნიკის დიდი ოსტატობით, საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით და მაღალი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით. ის თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ თავისი პერიოდის ერთ-ერთ პირველხარისხოვან ძეგლად. სავანის წმინდა გიორგის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ძეგლია. ისტორიულ წყაროებში სავანის ეკლესიასთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი, თუმცა ტაძრის ლაპიდალური წარწერები გარკვეულ ცნობებს გვაწვდის მისი აშენების, ქტიტორების და ხუროთმოძღვრის შესახებ. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის ტიმპანის წარწერა შემდეგნაირად იკითხება: სახელითა ღმრთისაითა, მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმინდაი ეკლესიაი, სავანისაი, სალოცველად სულისა, ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა, ხ ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის, გულზვიადისათვის და მარიამისთვის და შვილისა ჩვენისა, გოლიათისათვის და დედისა მისისათვის, წმინდაო გიორგი, მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ, იყავნ ქორონიკონი 226, აეშენა მეფობასა ბაგრატ კურაპალატისა. 1968 წელს ნალესობისგან გაიწმინდა ქორეთის ეკლესიის მანამდე უცნობი წარწერა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ ორი ტაძრის ქტიტორები ერთი ფეოდალური სახლის წარმომადგენლები არიან. ასევე გაიშიფრა ხ ერისთავის სახელი, რომელიც აღმოჩნდა ხურსი. სამებაო, წვიდაო, შეიწყალე და ადიდე მარიამ დეოფალი და შვილნი მისნი, გიორგი და ხურსი, ესე ბალავარი დაიდვა ქორონიკონსა 220, იგივე 1000 წელი. როგორც ჩანს, 1000 წელს ქორეთის ეკლესია აუგია მარიამ დიოფალს, 1046 წელს კი სავანის ეკლესია აუშენებია მარიამ დიოფლის შვილს, გიორგი ერისთავთ ერისთავს. ამ ფეოდალურ სახლზე წყაროებში არაფერია ცნობილი. ქართლის ცხოვრების მიხედვით
ხურსი ერისთავი დაიღუპა შირიმთან ბრძოლაში 1021 წელს რატი ბაღვაშთან ერთად. მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი რატი, ძელი პარიტისი და ხურსი. სავანის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში იხსენიება ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰარაბა. სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმინდისა ღვთისმშობლისაითა, წმინდისა გიორგისითა დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაი, აღსაშენებლად წმინდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთერისთავი, სალოცველად სულისა, მათისათვის და მშობელთა მათთათვის და გოლიათისათვის და დედისა მათისათვის. საინტერესო წარწერა გვხვდება ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე. სახელითა ღმრთისაითა, მე ერისთავთერისთავმან გიორგი დაუწერე და მივეც ამის ეკლესიისა ნახევარის სავანისა სოფელსა, თანადამიდგეს, ოდეს შენებაი დავიწყეთ, მუშაობითა, ფასითა და ყოვლთა ფერითა, ღმერთმან უბედნიერენ უკუნისამდე, ვინ აუქციოს ხრისხავს მცა ღმერთი და წმინდაი გიორგი. როგორც ჩანს, გიორგი ერისთავთერისთავს ტაძრის აგებაში სოფელი დაეხმარა და გიორგი მათ სანახევროდ სოფელს გადასცა ეკლესია. მოვედით ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიაზე, რომელიც თარიღდება მე-11 საუკუნით. წარწერის მიხედვით აქ მოხსენებულია ლიპარიტი. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, დედაღვთისასაც უწოდებდნენ. მივიდეთ ჩემს საყვარელ პატარა ჩუქურთმაზე, რომელიც თვალში შესამჩნევად ძალიან რთულია რომ მიაგნო თუ არ იცი. აი პატარა ანგელოსი, ეხვევის ანგელოსი. აი თითის ზომა დაახლოებით. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც დედაღვთისად მოიხსენიებენ, მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებით არაფერია ცნობილი. მისი აღწერილობა პირველად 1895 წელს გამოაქვეყნა გიორგი წერეთელმა. იმ დროისთვის ეკლესია უკვე დაცარიელებული და დაზიანებული იყო. ეხვევის დედაღვთისა ერთნავიანი ეკლესიაა. საყურადღებოა ეკლესიის ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლების საპირეები, შეწყვილებული გრეხილის სვეტები, რომლებიც ტაო-კლარჯეთის მე-11 საუკუნეების ძეგლთა მორთულობას ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ. ეკლესიის აღმოსავლეთი სარკმლის ნახევართაღის მარცხენა სამხრეთის სვეტის ბაზისზე ამოკვეთილია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელსაც სპეციალისტები შემდეგნაირად აღადგენენ. ქრისტე შეიწყალე ლიპარიტ. გიორგი წერეთელი წარწერის არასწორი წაკითხვის საფუძველზე ფიქრობდა, რომ მასში აფხაზთა მეფეები იყვნენ მოხსენიებულნი. დღეს ფიქრობენ, რომ ეს ლიპარიტი შესაძლებელია იყოს დარკვეთის წარწერაში მოხსენიებული ლიპარიტი, ძე გოლიათისა. ეხვევიდან ჩემთვის ყველაზე მეტად გამორჩეულია პატარა ანგელოზის გამოსახულება და მშენებელი ოსტატის ბარელიეფი. ეს უკანასკნელი იმდენადაა ჩაქარგული, მხოლოდ მეორე მისვლისას აღმოვაჩინეთ. იო ჩვენ გარდა არავინ არ არის ნამყოფი დღეს. მთელი დღეა დავდივართ და ვიდეო სელფი გადავიღოთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ძეგლი გველოდება. ახლა მივდივართ ჩვენს ბოლო ლოკაციაზე, რომელიც გახლავთ ეთოსხის ეკლესია.
ადრე ვიყავი 7 წლის წინ დაახლოებით და ახლა კიდევ ერთხელ მივდივარ თოვლში, ფეხები უკვე საკმაოდ სველი მაქვს და მეტად აღარ დასველდება. მოვედით მეგობრებო ეთოს ხის ეკლესიაზე, სოფელ ეთოს ეკლესიაზე, რომელიც მე-19 საუკუნეში უნდა იყოს დაახლოებით აგებული. ტაძრის შიგნით შეგხვდება ხის კანკელი, რომელიც დეკორირებულია, ასევე ჯვრის ბაზისი და ტრაპეზის ქვის სადგამი ფეხები. ყოველ შემთხვევაში ადრე იყო. უბრალო და ლამასი. რაზედაც გეუბნეოდით, ეს არის ჯვრის სადგამი ბაზისი, რომელსაც ასევე აქ აქვს წარწერა, ახლა ცოტა ბნელა და ცუდად განირჩევა. შევიდეთ შიგნით, იმიტომ რომ აქ იყო სადღაც ქვის ორი ფილა. როგორ? აი გავიხედოთ. სამწუხაროდ ქვის ტრაპეზის ქვები აღარ გვაქვს ადგილზე. აიღება შევანათებ. აი შიგნით შევუტანიათ. მივაახლოვებ. სავარაუდოდ ეს ქვები ამოტანილია ეხვევის ეკლესიიდან. ეხვევი, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს მდებარე სწორედ ეხვევის ტაძარი გვაქვს. ეთოს ხის დარბაზული ეკლესია აღმოსავლეთით მიშენებული საქალებოთი დგას სოფლის სასაფლაოზე. იგი აგებულია ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. საქალებო და ძირითადი ეკლესია ერთ ორქანობა სახურავის ქვეშაა მოქცეული. ეკლესიის გეგმა ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედია, რომელიც ხის კანკელით ორ არათანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. უფრო მცირე ნაწილი აღმოსავლეთით საკურთხეველს უჭირავს. იგი დარბაზს კანკელის შუა ნაწილში გაჭრილი კარით უკავშირდება. საქალებო კვადრატული გეგმარებისაა. მისი კედლები შედარებით უხეში ფიცრებითაა ნაგები. მათი ურთიერთჭიდობა, ისევე როგორც ეკლესიის კედლების ფიცრებისა, ჯვარედინია. შენობის სახურავი კრამიტისაა. მეგობრებო, დღევანდელი გასვლა ამ ვიდეოთი მთავრდება. თუმცა გპირდებით ბევრ საინტერესო ისტორიულ ძეგლს გადავიღებ. თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს.